მე და კირა ამ წამს შემოვედით კიკვიძის პარკში და უნდა დავიწყოთ ახლა დილის კარდიო, რომელიც როგორც უკვე ბევრჯერ ავხსენი და გითხარით, არის უბრალოდ სიარული. ერთადერთი განსხვავებით, რომ ჩქარი სიარულით უნდა იაროთ, არ უნდა ირბინოთ, არ უნდა იძუნძულოთ და უბრალოდ ჩილინგი არ უნდა იყოს, უნდა იაროთ ჩქარი სიარულით, რომ ცხიმის წვას ხელი შეუწყოთ. ეს არის კირა, ჩემი პატარა მეგობარი, რომელთან ერთადაც დავდივარ ხოლმე, როცა კარდიოებს ვაკეთებ. უბრალოდ წამოსვლის გზაზე ვერ გადავიღე, იმიტომ რომ მათრია პირდაპირ მნიშვნელობით. გაზაფხულზე ხშირად რო ვერ დაგვყავდა წვიმების გამო, ყველა წამოსვლა ცალკე წვალებაა. გარეთ კარდიოს პლუსი ის არის, რომ პირველ რიგში არ მოგწყინდებათ. ეხლა მე და კირა მართალია დავდივართ, მაგრამ სასიამოვნოა გარემოს უყურებ, რომ უფრო მარტივად და გემრიელად გადის. ერთი მინუსი არის, რომ რაც შევამჩნიე, ჩემთანაც კი არის ის, რომ ცოტა რო დაიღლები ხოლმე ავტომატურად ანელებს ორგანიზმის სიჩქარეს. არა და ჩქარის სიარულით უნდა იარო. ამას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. დროთა განმავლობაში 10-15 წუთში ერთხელ დავუფიქრეთ, ამდენად სწორი სიჩქარით დადიხართ. მოკლედ ყველაფერთან ჩერდება, ყველაფერს აკვირდება, ყველაფერი აინტერესებს. კირა სხვათა შორის ხელს მიწყობს, რომ ჩქარის სიარულით ვიარო. რაღაც მომენტებში ჩერდება, მაგრამ ჩემზე ბევრად უფრო ჩქარა დადის. თავი არ დაისტრესოთ, მაინც და მაინც დარბაზში სიარულით, როდესაც კარდიოს აკეთებთ, თუ რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი არ არის, რომ იქიაროთ. ვიდეოს მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ამაზეც დეტალურად, თუ რა განსხვავებაა ძალის მიერ და კარდიო ვარჯიშებს შორის და როგორ უნდა დავყოთ ისინი კვირის განმავლობაში. ყოველდღიური კარდიო არ გჭირდებათ დიდად. წამო აქეთ კირა. და იმ დღეებში, როდესაც კარდიო გექნებათ, ფაქტობრივად იქნება თქვენთვის განტვირთვა. ცოტას გაისერნებთ გარემოში, მოусმენთ ბუნებას, ან ვინმესთან ერთად თუ გაივლით, ისაუბრებთ და ეს დაგეხმარებათ შრობის პროცესში სტრესის დონის დასაგდებადაც. პარკში სიარულის შემთხვევაში ერთადერთი რაც ყველაზე მეტად არ მომტონს არის, რომ ფეხით მიწევს ამ კილომეტრს ნახევარი ქუჩაში სიარული. და კირასთან ერთად ეგ ფაქტიურად ბრძოლა არის. მე და კირამ დაახლოებით 4-4.5 კილომეტრი ვიარეთ გზის ჩათვლით, რაც საკმარისია, მეტიც არის საკმარისზე. 50 წუთი დაგვირდა წამოსვლიანად. ეხლა სახში ყინულს აბაზანას ავავსებ და გველოდება ის. როგორც გითხარით მეგობრებო, ეზოში მაქვს მშენებლობა. ამჯერად არის ბლოკის სტადიაზე, ნელ-ნელა გაილესება და შეიღებება. თუმცა ჩვენ აქ მოგვიწევს ყინულის აბაზანის კადრების გადაღება რა. რისი თქმა მინდოდა და ჩასვლამდე რატომ მინდა რომ პატარა შესავალი გავაკეთო. პირველ რიგში კარდიოს კეთებისას უზმოზე გავედი, რადგანაც ცხიმის წვას ეს ხელს უწყობს და პლუს ყინულის აბაზანაშიც უზმოზე ჩავა. უკვე როცა ამოვალ და მოუწესრიგდები, მერე მექნება პირველი კვება. ბევრმა დამისვა კითხვა, რომ დილით უზმოზე უნდა ივარჯიშონ თუ არ ივარჯიშონ, კარდიო როდის უნდა აკეთონ. ვარჯიში უზმოზე არ შეიძლება, როგორც უკვე ბევრჯერ ავხსენი, რადგანაც შედარებით ბლანტია სისხლი, სჭირდება წყალი და დაახლოებით 1 საათის მერე უკვე შეგიძლიათ კვება და მერე შეგიძლიათ უკვე ვარჯიში რა. რაც შეეხება კარდიოს, დაბალი ინტენსივობის კარდიო შეიძლება ნებისმიერ დროს, სირბილი რეკომენდირებული არ არის. სიარული კიდე უზმოზე ხელს უწყობს, რომ ცხიმი დაიწვას. 15 წუთში აივსება, იქამდე გადავივლებ და მერე გავაგრძელოთ ვიდეო. ამ წამს ჩავჯექით ყავში. როგორც ეს პატარა კუბე უნება დაახლოებით არის 8 გრადუსი, ეხლა ეს წყალი, მაგრამ იმაზე ცივია ვიდრე წარმომედგი და ყინულის აბაზანის პლუსებს და მინუსებს უკვე შემდეგ ვიდეოში განვიხილავ ყველა დეტალით.
ეს არის პირველი დღე. მინდა რომ ჩელენჯი დაახლოებით 20-დან 30 დღემდე გავაგრძელო, როგორც მომცემს საშუალო ცხოვრება. ამ მომენტისთვის ძალის საკმაოდ ცივია. აწყობის დღესაც გადავიდე ჩასვლის, მაგრამ მაშინ უფრო სხვანაირად თითქოს უფრო გამიჭირდა. ეხლა ვერ ვადგაც, მგონია რომ თბილად ვარ, მაგრამ ვიყიდებ. ნუ გამდინარე ჩვეულებრივი ონკანის წყლით აისო, რომელიც არც ისე თბილია და პლუს ჩაიყარა ერთი დიდი 5 ყინული, რამაც ტემპერატურა ძალიან დაცვა. როგორც ვახსენე, გაითვალისწინეთ, რომ დილით ყინულის აბაზანა და კარდიო უნდა იყოს უზმოზე, რომ ცხიმის წვას შეუწყოს ხელი და თუ ხასწლებაზე გააკეთეთ კარდიომდე დაღუჯებისთანავე ვაკუუმები დაახლოებით 4-5 ჯერ 20 დათვამდე. აი ხა უკვე წვა დამეწყო. შეიცვალა სრულიად კვების რუტინაც. შეცვლაში გულისხმობ, რომ ეხლა ბევრად მეტია პროცენტულად ცილის მაჩვენებელი და დასმული მაქვს უშუალოდ ჩემს წონაზე ცილის მაჩვენებელი. ნახშირწყალი არის შედარებით ნაკლები, სწრაფი ნახშირწყლები თითქმის არ მაქვს თუ არ ჩავთვლი თაფლს. ცხიმი რა თქმა უნდა ჩვეულებრივად სტანდარტულად რჩება. ამ საკვებზე რა თქმა უნდა შემდგომში გავვლი. დღეს მივდივართ ფიტნეს ტაიმში, დარბაზი გდანშია, რომელსაც დღეს შევაფასებთ. ასევე წმინდა განვიხილოთ თემა თუ რა სხვაობა აქვს კლების დროს და ზოგადად ვარჯიშის განმავლობაში კარდიოს და წონებით ვარჯიშს შორის რა დატვირთვა აქვს მათ, რომელია უკეთესი. დიდი ალბათობით ზოგიერთი ინფორმაცია თქვენს აქამდე არსებულ რწმენა წარმოდგენებს დაარღვევს კიდეც. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, კომენტარის დაწერა და აუცილებლად მოიწონე ვიდეო, ეს ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს. მადლობა იმისთვის, რომ ვიდეოს უყურებ და აბა დავიწყეთ. მოდი ამას ასე დავამატოთ, რომ იქით აღარ წავიდეს. იდეაში პირველ ვარჯიშს ვაკეთებდი ყოველთვის წიაგას, მაგრამ ეხლა ვეცდები, რომ ამ და სხვა ვარჯიშებით ჩავანაცვლო და წიაგა გავაკეთო კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ. რადგანაც ვაკუუმებიც უნდა გავაკეთო და მუცელი უნდა შევწიო. მთავარი პრობლემა იქ არის. ეს ვარჯიში შეიძლება გააკეთო ისე, რომ საჯდომები დააჭიმო, ან დაჭიმო ზურგი. თუ ბოლოდან ამოდიხარ შუამდე ან ცოტა მეტამდე, საჯდომის კუნთები იჭიმება. შუიდან მაქსიმალურად გაწევა წელის და ზურგის კუნთებს ჭიმავს რა. ამ ვარჯიშს იმიტომ ვაკეთებ, რომ ბევრად უფრო ნაკლებად მიდის დატვირთვა მუცელზე და ნაწლავის გამოწევა არ ხდება. ვაკუუმების დროს დამეხმარება, რომ მარტივად შევწიო მუცელი. რაც შეეხება კარდიოს და წონებზე ვარჯიშის შორის სხვაობას, ორივე ცალ-ცალკე ახსნილი მაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა არის კარდიო ვარჯიშები და რა არის წონებზე ვარჯიშები. ხშირად ამ თემებს იმიტომ ვეხები, რომ ფიტნესში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ ზოგადადაც არის როგორ დავწვა ცხიმი. და რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება აქვს ხალხს, რომ ერთ-ერთი მათგანია საშველი და ასე შემდგომ. თუმცა უკვე მრავალჯერ ვახსენე და კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ ცალ-ცალკე არ მოხდებს ეგრე კარგად ისინი, როგორც ერთად. კი, ეხლა მარტო კარდიო რო ვაკეთო, რაღაც შედეგს მოგცემს, ან წონებზე ვარჯიშები, მაგრამ ბევრად უკეთესია, როდესაც ორივეს ერთად აკეთებ რა. ერთმანეთის მეგობრები არიან და არა მტრები. ნებისმიერი ვარჯიში, რომელიც გულისცემას გვიჩქარებს, აძლიერებს გულსის საფრთხე სისტემას და მეტი ჟანგბადის მოხმარებისკენ არის მიდრეკილი, არის კარდიო ვარჯიში. არა აქვს მნიშვნელობა როგორი სახით იქნება რა. კი, მართალია დარბაზში წონებზე ვარჯიშის დროსაც გვიწევს გულისცემა, მაგრამ სტაბილურდება. კარდიო ვარჯიშების დროს სტაბილურად მაღალზე არის. ეს სიარული იქნება თუ სირბილი.
ხოლო ვარჯიშები, რომლებიც კონცენტრირებიან უშუალოდ კუნთის ზრდაზე ან გაძლიერებაზე, სხეულის წონით თუ დამატებითი წონებით, არის ძალოვანი ვარჯიში. პირველ რიგში ეს ორი დავყოთ ერთმანეთს. ეხლა ვხსნათ, როგორ მოქმედებს კარდიო კალორიების და ცხიმის წვაზე და როგორ მოქმედებს ძალოვანი ვარჯიშები კალორიების და ცხიმების წვაზე. კარდიო ვარჯიშებში შედის მაღალი თუ დაბალი ინტენსივობის ვარჯიშები, სიარულის სირბილი, ველოსიპედი, ტუნვა, რაფია მაგას ლახტით ხტუნვა. რაც შეეხება კალორიაჟის წვას, ნებისმიერი კარდიო ეცნობა დაბალი ინტენსივობის თუ მაღალი ინტენსივობის ცხიმს წვავს 200-დან დაახლოებით 600 კალორიამდე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ინტენსივობისაა, რა წონაზე ხართ და რამდენი ხანი გრძელდება. მაღალი ინტენსივობის კარდიო ყოველთვის სწრაფ ენერგიას მოითხოვს და წავს კალორიებს, ხოლო დაბალი ინტენსივობის კარდიო, რომელიც არის სიარული, მაგალითად, გადართულია მაქსიმალურად ცხიმის წვას. რადგანაც ნელა ჭირდება ენერგია და ცხიმი წვას ასწევს. ცოტა ზემოთ ავწიოთ. ხო, ის თქმაც მინდოდა რა. უშუალოდ ვარჯიშის დროს მაგდენი კალორია არ იწვება, რაც კარდიოს დროს. ნუ შეიძლება დაიწვას შედარებით მეტი, გააჩნია როგორი კარდიო გექნება, მაგრამ ვარჯიში არის გრძელვადიან პროცესში უფრო უკეთესი. იმ მარტივი მიზეზით, რომ 1 კილოგრამი კუნთი ბევრად მეტ ენერგიას მოიხმარს დღის განმავლობაში, ვიდრე ცხიმი. იმიტომ რომ კუნთი სულ მოძრაობს. და თუ კუნთის მასას გაზრდი, ავტომატურად მეტი ენერგია დასჭირდება შენს სხეულსაც. პლუს მას შემდეგ რაც ორგანიზმს ავარჯიშებ, აღდგენისთვის კიდევ ენერგია სჭირდება. და მეტი საკვები, რაც მეტაბოლიზმის დადებითად მოქმედებს და კალორიების წვაზეც. გრძელვადიან და მოკლევადიან ეფექტებს რო შევეხოთ კარდიოსას და წონებზე ვარჯიშისას, ძალოვანი ვარჯიშებისას, მოკლევადიან პერიოდში კარდიო იყენებს მეტ ენერგიას 200-დან 600-მდე, ვარჯიშის განმავლობაში საშუალოდ დაახლოებით 300 კალორია იწვება. თუმცა გრძელვადიან პერიოდში კარდიო მონოტონურია, мотиваციაზე დიდად დადებითად არ მოქმედებს და ასევე კუნთის მასა იკარგება კარდიო შემთხვევაში, თუ კვებით ხელს არ შევიწყობ. ძალოვანი ვარჯიშების შემთხვევაში, როგორც ვთქვი, ნაკლები ენერგია იხარჯება პროცესში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა იზრდება კუნთის მასა, დღე-ღამის განმავლობაში მეტი კალორიაჟი გჭირდება და მეტაბოლიზმიც უფრო ჩქარია. ასევე არ დაგვაუწყდეს, რომ გამოიყოფა ტესტოსტერონი და ზრდის ჰორმონი, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ცხიმის წვაზე. ხო, სანამ კიდევ ავხსნი რაღაცას, იქამდე ვიტყვი, რომ ვარჯიშები მცირედად შევცვალე. ყოველ ვარჯიშზე არ ვიზავ თავისუფალ წონებს, რადგანაც ვიღებ შედარებით ნაკლებ საკვებს და შედარებით სუსტია ორგანიზმით. მაგრამ მსგავსი ვარჯიშების ამოქმედება არ შეიძლება, რადგან ორგანიზმის გაძლიერებაში იდეაში ძირითადი ვარჯიშებია ჩაჯდომები, წოლჟიმი და ასე შემდეგ. ეხლა მოსვლისას ცოტა ვიარე, სწრაფი სიარულით კარდიო გავაკეთე, მაგრამ წესით და რიგით ყოველ დილით თუ არა იმ დღეებში, როდესაც ვარჯიში არ მექნება 1 საათიანი დილის კარდიო.
კარგი. სულ ეს იყო ამ ეტაპზე. ცოტა ცუდად ჩამვარ, მაგრამ წინ კედელია და ამაზე უკეთესი კუთხე ვერ შევარჩიე. არ ვიცი რატო და როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან გავიწვიო დღეს. დავიჯერო იმ ფსიქოლოგიურმა მომენტმა, რომ მოვემზადე შრობისთვის, უკვე დაიწყო მუშაობა. კარდიო სარგებლებზე რო ვისაუბროთ, სანამ ამ გამეორებას გავაკეთებ. პირველ რიგში არის კალორიების წვა. მეორე არის, რომ ძალიან მარტივია და მარტივად ხელმისაწვდომია, იმ გაგებით, რომ ვთქვათ, უცებ გინდა კალორიების წვა ან რაღაცა, ჩვეულებრივად გახვალ სკვერში ან ქუჩაში ირბენ, ან ისერნებ, ან ველოსიპედი ყავს და ჩვეულებრივად ივლიან. და ასევე გულსიცხარო სისტემაზე როგორც თქვი, მოქმედებს ძალიან დადებითად, აძლიერებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კუნთის მასას გვაკარგვინებს და კიდევ ერთი ნაწილია, რომელსაც ფიტნესში ეძახიან პლატოს და რას გულისხმობს. რაღაც ეტაპის მერე სარგებელი მოაქვს და ჩერდება ეს სარგებელი რა ორგანიზმი მაგ კარდიოს ინტენსივობაზე ადაპტირდება და უკვე ეგ აღარ მოქმედებს და რეაგირება აღარ აქვს ორგანიზმს რა თუ რა თქმა უნდა გაზრდი ძალიან კარგია მაგრამ როდემდე უნდა ზარდო რა შეეხება ტონებზე ვარჯიშს პირველ რიგში ვთქვათ რომ კუნთის მასაზე მოქმედებს დადებითად რაც ავტომატურად მეტაბოლიზმზე და ცხიმის წვაზეც მოქმედებს დადებითად ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს დადებითად და ზოგადად ძალაზე გამძლეობაზე მოქმედებს ძალიან დადებითად. უარყოფით რა შეეხება ტრავმების ალბათობა მეტია თუ არასწორად გააკეთებ ვარჯიშებს. ასევე ის რომ დარბაზში სიარული გჭირდება და თქვათ ან დრო არ გაქვს ან შესაძლებლობა ეგეც არის მინუსი. ორივე ტიპს აქვს თავისი მინუსები და პლუსი. ზედმეტი არც ერთი არ გვარგა და ნუ ნაკლებობა რა თქმა უნდა ცხიმის სიჭარბეს იწვევს, რადგან ეხლა ვსაუბრობ. როგორც კვლევებმა აჩვენა და ბევრჯერ გავიმეორე, კარდიოს და ძალოვანი ვარჯიშების კომბინაცია ბევრად უფრო დადებითად მოქმედებს კუნთის ზრდაზეც და ცხიმის წვაზეც. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ პირველში 2 დღე აუცილებლად დაისვენეთ, რომ ორგანიზმს ჰქონდეს აღდგენის შესაძლებლობა და 5 დღეზე გადაანაწილეთ კარდიო და ძალოვანი ვარჯიშები. 3 დღე ძალოვანი ვარჯიშები და კარდიო დანარჩენი 2 დღე. რა იგულისხმება ამაში? ვარჯიში სჭირდება დაახლოებით 45 წუთიდან 60 წუთამდე, ბევრი არ ივარჯიშოთ. ივარჯიშოთ დაახლოებით 6-7 ვარჯიში. გააკეთეთ კვირაში 3 ჯერ. კარდიოში კიდე იგულისხმოთ 20 წუთიდან 1 საათამდე სიარული, ძუძული, სირბილი, მაგრამ დამწყებებისთვისაც ზოგადადაც ჯობია რომ სიარული რომ ტრავმები არ მიიღოს ორგანიზმმა. დაახლოებით 9 საათი 40 წუთი იქნება იდეალური. თუ ამას გააკეთებთ კვირაში 5 დღის განმავლობაში, თქვენი ორგანიზმი დაახლოებით 2-3 თვის შუალედში უკვე გიჩვენებთ რომ ფუნქციონირებს სწორად. ყველაფერი მიდის სწორად. ცხიმიც იწვება, მაგრამ რა თქმა უნდა აუცილებელი არის რომ დავითვალოთ ჩვენი მიღებული საკვების რაოდენობა, კალორიაჟი ან მაკრონუტრიენტები და დავაბალანსოთ. ამ თემაზე სულ ეს. კლების დროს და შრობის დროს აუცილებელი არის წყლის სმა, რადგანაც ბევრად უფრო იოფლება ორგანიზმი და მეტ წყალს გამოყოფს და პლუს ძილი, რადგანაც ნაკლები ენერგია აქვს და ზუსტად დათვლილად ხარჯავ ენერგიას რა. ამიტომ ეს ენერგიები რო აღიდგინოს, აუცილებელია ძილი 7-დან 9 საათამდე.
Yeah, I will remove. I will make one more set, okay? ავაგზავნოთ აქედან, იქიდან ხელს უშლით და არ შეიძლება. რაც შეეხება ამ დარბაზის შეფასებას, წესრიგში დაუწე 10-დან 10-ს, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ აქაც ის რეზინის ხალიჩებია დაგებული 90%-ში დარბაზისა, თან არის ძალიან მოწესრიგებული რა. ისეთი რომ გაგიხარდება, წვერი არაფერს არ ადევს. რაც შეეხება ტრენაჟერობის ხარისხს, ყველა ტრენაჟერი არის მაქსიმალურად ხარისხიანი და თან ძალიან მოვლილი დავაკლებ, იმიტომ რომ თან ჩემი საყვარელი ბრენდის Hammer Strengths-ის არის 90%. ალბათ რაც ვერ იშოვეს და მაგ ბრენდს რაც არ ქონდა ისინი დაამატეს სხვა ბრენდის. ამიტომ ვერაფერს ვერ დაუწუნა და ტრენაჟერების ხარისხში დაუწე 10-ს. რაოდენობას რაც შეეხება აი ზოგიერთი ტრენაჟერი არის, რომელიც მე მომწონს და ბევრ დარბაზს არ აქვს რა. მაგიტო დაუწერ 900, იმიტომ რომ თითქმის ახლა რა ვარჯიშებსაც გადავხედე, აქ წინაზეც რო ვიყავი და რა ვარჯიშს გავაკეთე, ყველა ტრენაჟერი არის თავისუფალი წონებიდან დაწყებული. ერთი რაც არ მომეწონა მაგალითად ახლა ურძელი არ აქვს ისეთი მე როგორც მომწონს. ნუ მაგრამ არა უშავს მაგასაც. თუმცა მოდი 900-ს დაუწერ, იმიტომ რომ აი სრულყოფილი არ არის რა თქმა უნდა. გავღნიშნე იქამდეც ვორტექსში აქვს რომ მოძრაობს ისეთი. აქ ეგეთი არ აქვს. ამიტომ მოდი 900-ზე შევჯერდეთ და გავაკეთოთ ახლა ვარჯიში. მიმღებზეც გავუცდი, წინაზეც და ახლაც. ამ ზომის მიმღები ბევრ დარბაზს არ აქვს, მაგიდებით და სივრცეც იმხელა არის, რომ გასვლისას დაისვენებ, ოთხი მაგიდა დგას, უფებიც, წყლებიც აქვთ სხვადასხვანაირი გემოების და არომატების, გასაყიდადაც აქვთ დანამატები და აქაც რომ ირთვა და მოკლედ მიმღებს ვერაფერს ვერ დავაკლებ, იმიტომ რომ ფიგურულად მუშაობს და თან არის ძალიან დიდი მოსასვენებელი სივრცით. პირად სივრცეზე რა მოგახსენოთ, არ ვიცი, გადატვირთული არც მაშინ არ ყოფილა და არც ეხლა. როცა ვთქვათ, აქვე რამდენიმე მეტრში რეფორმა ან ასევე 1 კილომეტრში საკემატე არის გავსებული. დიდი ალბათობით ბევრმა არ იცის ამ დარბაზის შესახებ, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ არც ერთს არ ჩამოუვარდება, მაგრამ გადატვირთული მე ეს დარბაზი არ მინახია და თან ტრენაჟერებიც ისე შორს დგას ერთმანეთთან, რომ შეუძლებელია რომ აქ შეგაწუხოს რამემ რა. ამ ნაწილში აუცილებლად 10 ამ დარბაზს კიდევ ერთს გავაკეთებ. რაც შეეხება დიზაინს, განათებას და ვენტილაციას, ვენტილაცია იდეალურია. ჰაერი საკმარისი მეტია. სიგრილეც კია, საკაიფოდ, რაც მომწონს, არ არის სიცხე, გასახდელში იყო სიცხე და მაგას გასახდელზე ვიტყვი. განათებაც ძალიან ბევრია. შეიძლება ითქვას, რომ ეხლაც კი ღამის 11 საათზე დღესავით არის სინათლე და ვერც ერთ კუთხეში ჩაბნელებას ვერ ნახავ. ზემოთ არის კარდიოში შედარებით დაბალი სინათლე, მაგრამ ეგ დიდი ალბათობით გამიზნულად არის გაკეთებული. და ნუ სტილსაც რაც შეეხება, მწვანე ნაცრისფერ და თეთრ ფერებში. ყველაფერი არის მაქსიმალურად ლამაზად გაკეთებული, პლუს ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ პატარა დეტალებზეც აქვს ნახე რა.
სამაგრების საკიდები და სხვადასხვანაირი ჰანტელების სხვადასხვანაირი სადგამები და ყველაფერი ლამაზად არის შეფრთული. პლუს ეს სილიკონის ხალიჩა იდეალურ გარემოს ქმნის რა. ამ ნაწილში ქულას არ დავაკრით. ერთი რაღაც თქმა უნდა სანამ შემდეგ გამეორებას გავაკეთებ რა მეგობრებო. ამ დარბაზებში მე გამუდმებით არ დავდივარ გადაღებების დროს, მუდმივად დავდივარ M Fitness-ში, რომელიც არის ამაღლის მეტროსთან და მე ძალიან მომწონს. მაგრამ ობიექტურობის გამო იქ არც ერთხელ არ გადამიღია. ხოლო ამ დარბაზებში გადაღებების დროს მოვდივარ, ვაფასებ როგორც მომხმარებელი და ამ ინფორმაციას გავწვდით თქვენ. ამიტომ მიკერძოებული არც ერთ მათგანზე არ ვარ. შეიძლება პირადი სიმპათია მქონდეს, მაგალითად ვორტექსის ან რეფორმას მიმართ, მაგრამ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. ახლა წავიდეთ დელტას ვარჯიში გავაკეთოთ და მე პრესები დამშება. როგორც წინა დარბაზში ვთქვი ბედნიერად, აქაც ბედნიერად ვთქვა რომ 10 კი არა 100 შემიძლია დაუწერო, იმიტომ რომ არის 24 საათიანი. არ ყოფილ ვარ 34 საათზე, მაგრამ ფაქტია რომ მუშაობს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ეწვიოთ. მეც არ ჩავაკონკრეტებ, პირდაპირ ვიტყვი რომ ამაში ქულა ვერ დააკლდება აქაურებას. ლოკერումებსაც შეეხება 10-დანაც ვერ დაუწერ. მოწესრიგების ნაწილში უკეთესობა შეიძლება. მომწონს ის რომ უჯრები იმდენია რომ თითქოს საკმარისია რა. ლოკერუმი დიდია და მაქსიმალურად არის შევსებული. კარებიც ყველას კოდზე აქვს. საშხაპი არის, წყალი არის, მოწესრიგებული არის, უბრალოდ უკეთესად შეიძლება და ზონების გამოყოფაზეც ვერ დავაკლებ ვერაფერს. ხელა კრივის ზონა საერთოდ არსად არ მინახავს. რა ქვია მაგას არ ვიცი, მაგრამ ოქტაგონი აქვს ცალკე კრივის, რაც ძალიან მაგარია. ან ძალიან დიდი არის. კარდიოსივცე არის მეორე სართულზე. კრივის და კარდიოსივცე ორადაა გაყოფილი და ძალიან დიდია ორივე. თან ისი არა აქვს გაკეთებული, რომ 7 დამატებით სერვისი იყოს და პატარ-პატარა ოთახები თანამედ ყველას აქვს საკმარისად მეტი ფართობი, რომ თავი ძალიან მჭიდროდ არ იგრძნო. და მაგაშიცაც დავიწყე. ძალიან ცოტა რაღაცაში დავაკელე. შეიძლება გეგონოთ რომ მიკერძოებული ვარ, მაგრამ სინამდვილეში არა. კარგი დარბაზია, ნორმალური ზომის და მე ძალიან მომწონს. ჩემთვის ეს დარბაზი იმდენად კარგია, რომ რეფორმაში არ გადავიდოდი, რადგან ძალიან ბევრი ხალხი. რეფორმა არის ჩემს საყვარელი დარბაზი ერთ-ერთი. მაგრამ იქ არ ვივლიდი, აქ რო ცხოვრობდი ახლოს, იმიტომ რომ იქ ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია და იქ მაწუხებს. სულ ეს იყო. ჯამორიქულა ეს იქნება. როგორ მოგეწონათ ჩემი პირველი შრობის დღე, დაწერეთ კომენტარებში, რის ახსნას ისურვებდით ეგეც დაწერეთ და ასევე გამოიწერეთ არხი და კომენტარეთ და მოიწონეთ ვიდეო. ერთი გამეორებაც გავაკეთეთ და გავამშვიდობთ ერთმანეთს. მადლობა.